მოგესალმებით, დინამშვიდობისა გოგოებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას. ისე ვიწვიმა. ამ წვიმებმა უბრალოდ ვერ გადაიარა, გუშინ ისე მაგრად ვიწვიმა. ხელი საღამო, მათი ამოვიდა განლუმპული. მათი ამოვიდა გოგოებო განლუმპული. გასაწვული ჰქონდა ტანსაცმელი. დავუძახე. წვიმა რო დაიწყო, განა დავუძახე, რომ მათი ამოდი, სასწრაფოდ სახლში დასვენდი. იქით უკანა სკვერში იყვნენ და იქ არის მაგიდები და გადაფარებულია და მე მეგონა რომ იქ იყო. და არას ველდება. ამოვიდა და სოსველი აბსოლუტურად გასაწვული ტანსაცმელი მეთქი მათი რა ხდება. ფეხბურთი ვითამაშეთ წვიმაშიო. და გამეცინა ჩავეხუტე ვაკოცე და გამახსენდა ის ანდაზა ბავშვი რო წვიმაში გაიპარება ბავშვი გაიპარა წვიმაში გოგოებო და დედა ნერვიულობს იმიტომ რომ ჭექა ხუხილია მთელი ამბავი ძალიან მაგრად წვიმს რა და დედა ისეთ დღეშია რომ ბავშვს ვერ აყოულობს მოკლედ გადაირია ეს ქალი სად არის ბავშვი ამ წვიმაში დასველდება ეს ცუცუძზე ანუ ცუცზე ფიქრობს რამე არ მოხდეს მე არ წაიქცეს გუბეში არ ჩავარდეს და ასე შემდეგ და იპოვა ბავშვი და ბავშვი ცინის ხარხარებს და დედა იმნა შილო სადახარ წვიმს რა ამბავია და ბავშვი ეუბნება დედა რატო ნერვიულობ სურათებს ვიგებ ჭექაფობილზე იდგა და პოზიორობდა და იმ წუთში გამახსენდა ეგ გამახსენდა გოგოებო ეგ მაგალითი რომ ბავშვი როგორ სხვანაირად ფიქრობს მაგ დროს და ჩავეხუტე მათის და ვაკოცე იმიტომ რომ ისეთი კახასიძეა მოვიდა გამოიცვალა მები გაიშვა ახლა დაადგა ძალიან სასაცილოა რომ გაიშვა და კოცნე და კოცნე ძალიან კარგი იყო შინდელი საღამო ან მარტო მივამათე ვარ ხოლმე სახლში რა საღამოთი და ეს სიტყვით ესეთი ამბები ეს სიტუაცია მithქვია რომ რატო დასველდი დედა რა დღეში ჩაიგდე თავი იმიტომ რომ ძალიან გახარებული ამოვიდა ეს მაქუშინდელი შინიყიდე და მანანიც მაქ მგონი ერთიც არის ჩემი სახლები ძალიან ლამაზი ხო არის და ეს სახლში სუნიდგა ისეთი სასია მომი რა ვიცი განსასია მომი ეხლა დიასთვის მინდა შაქარი და იქით არის ახაც მასერო განში ცოტა და აქედან ჩავყრი თუ არ გავიდე aha video passana ცოტაც და ადუღდა ჩემი ყავა როგორ მიყვარხართ და როგორ მიხარია დილა თქვენთან მიხართ ძალიან
ცოტაც. ძალიან გემრიელი გამოვიდა კატლეტი გუში. რო გავაკეთე. გვიან შევუწვი. მაგრამ ესენი ისე გვიან წვებიან, მე ვერ ვძლებ. მე დავწექი და დავიცინე. მე მოვაწესრიგე ძილი. ვისაც უნდა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეგ. რო ძილი მოიწესრიგო. არ ვიცი. მე აღარ ვიძინებ 3 საათზე და 2 საათზე. მე ვიძინებ ადრე. 12-ზე ყოველ შემთხვევაში აუცილებლად უკვე ძინავს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ძილი თუ არ მოაწესრიგე, ვაჯიშიც მინდა რა თქმა უნდა გავაგრძელო ისე. მაგრამ ჯერჯერობით ამ ყველაფრით ვარ დაკავებული. ფსიქიკა ვერ გექნება ჯანმრთელი, თუ ძილი არ მოწესრიგდა. ერთხელ გაგიჭირდება ადრე რო დაწვევი დაძინება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და მე აღარ გაგიჭირდება, უკვე დაგეძინება. ავედით ახლა იქით. მოვედი უკრებო. ესო? ტერორისტები. საქართველოში? 2 მილიონიან ქვეყანას გზაბარობს. პაკისტანის საზღვარი. რა ქვია მაკაც? დავით ჩაბუკაშვილი გილაკი ეთქოსი. არელიტებია ბავშვები მოცა. მე მოუწოდებ სკოლის დირექტორებს. იცოდეთ? ბიზინა ივანიშვილის და ესეთი რეჟიმებია. უზარმაზარი იმპერიები დაცემულა და ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იცოდეთ. და ფრთხილად იხავთ აი სკოლის დირექტორს. გამოვიდა. ბავშვებზე უსმენს. ვითომ როგორ თქვა, სკოლებში რაღაცა. რა მშობლების თანხმობის ის არის რაღაც ფურცელი, სადაც აღწერილია, რომ ხელი უნდა მოაწეროს მშობელმა, რომ ნება დართოს სამედიცინო ანუ თუ ეპიდემიის გამოცხადება, რომ აცრები გაუკეთონ, ანუ ხელმოწერილი ექნებათ რა ამ მშობლისგან თანხმობა. მაგრამ ვითომ აი ეს არის რა რომ ეგთან მარო როგორი ყურადღება მიაქციოს პირველად ვთქვათ ალერგია რაზე აქვს ის მაგრამ ერთ-ერთი პუნქტი ეგ არის. და? ეპიდემიის შემთხვევაში აცრებიზე ნებართვა რომ გქონდეთ რა. სკოლაში. ბავშვზე. და ნუ ეს კაცი ამბობს რომ კატეგორიულად ის ექიმით რა. თან წერია ინფორმაცია რომ თუ ხელს არ მოაწერ ამითი ბავშვი ჩვეულებრივად მიიღებს ისო განათლების სერვისს. რადგან კონსტიტუციაში წერია რომ მშობლის ნებართვის გარეშე არ აქვს უფლება არაფრის გააკეთოს. ბავშვთან მიმართებაში. არ მოაწეროთ ხო. მაგრამ თუ ხელს მოაწერ უკვე მე მაგალითად უშემოთ არ მინდა რა თქმა უნდა რომ ჩემი შვილი ასწრა. ჩემი ნებართვის გარეშე. ხო და ამ საბუთზე ხელს თუ მოაწერ მე კანონიერი უფლება აქვს. კორონაზეც არ ავიცით. შენ. შაქარია შენ. აგლია. იედან ნამ. მომწონს. ორივე რო ავანთო მე მაგ გამომიღება.
რაც უნდა სწორად კი. მაგალითად მოწესე. ლივერტის გამოსი. და ხელი არ დაიჭირე. მოგეძახინა კენტემული. Jammy, hello. Jammy. Ragi qawli. Ragi nat. Irem balaxi მიაწოდა? მama. მაშინ კითხვას დაგიწვა. რატოა ბანანი მოღუნული? არ იცი, მაშინ სხვა მაიმუნს შევეკითხე. შენ თუ არ იცი, სხვა მაიმუნს ეწოდინე. რა მეუხდება დია? დია. აი რა კარგი თემა არის, როგორ დავიცვათ ბავშვები. მარტო მაგით კი არა, საერთოდ. მაგასთან დაკავშირებით არა მარტო. ეგ ძალიან დიდი თემაა და გლობალური პრობლემა არის. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვაქცინა კი არა, ოჯახებში არიან დაუცველები ბავშვები. ხო. უფრო მეტად ვიდრე ის ვაქცინა. ცუდი ტრადიციებია. და შეგვიძლია გავაკეთოთ მე აი ადამიანები. განათლებაა საჭირო. განათლება. საერთოდ მიყვარს რომ საზოგადოებაში და ქვეყანაში და სახელმწიფოში ვფიქრობ რომ უნდა იყოს აი ბავშვი რომ სანამ შეეძინება და კიდაც მერე უკვე შვილის სკოლის შემდეგ უნდა სავალდებულო ტრენინგები იყოს ფსიქოლოგიური რომ მშობლებმა იცოდნენ ბავშვი როგორ უნდა გაზარდონ, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. რა ითვლება ძალადობაში. არ იცის ხალხმა და რაღაცა ეს იმპულსურად ბავშვებს სიტუაციის მიხედვით იცებია, სემენის ეს. ამ დროში. ხო და ეს მე ვფიქრობ, რომ განათლების ნაკლებობის ბრალია. რადგან მან ის მოძალადე ფიქრობს, რომ ეს არის მისთვის მეთოდი, როგორ შეიძლება პრობლემა გადაჭრას. კიდე შვილი, ბავშვი გაზარდოს მშობელმა კი. პაპა ბებოებმა არა და ნათესავებმა არა. მშობლებმა. ძიძა. ძიძა. უნდა გაზარდოს თუ არა? ხო, არა, მშობელმა უნდა გაზარდოს. ხო. ძიძა მშობელმა. საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ეხმარებოდეს. მაგრამ იგივე არა, საერთოდ ძიძაზე დიდეს მშობელი არ იყოს. ხო, დახმარება კი. ბავშვი მშობელმა უნდა გაზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. როგორი კარგი ძიძაც არ უნდა იყოს შენა, ხო? ბავშვი მაინც დეფიციტში იქნება სიყვარულის. შობლის. იმიტომ რომ გენეტიკას დიდი ძალა აქვს, აი მაგალითად. ბავშვები ყველა საყვარელია. მაგრამ შენი შვილი როგორც გიყვარს, სხვა ბავშვები ხო არ გიყვარს.
და შვილიც ეგრე არ იქოს, ეხლა დიდი ადამიანი შეიძლება უყვარდეს, კარგად იქცეოდეს, ზრუნავდეს, მაგრამ როგორც ჩვენს სხვა ბავშვი ისე არ გვეყვარება, როგორც საკუთარი, ისე იმას არ ეყვარება. ციცი ისე როგორც დედა. ამიტომ ეს იქნება ყოველთვის დეფიციტში იმ გრძნობებისა. ზოგჯერ თამაშობს და ამოდის. იმიტომ რომ დამინახოს. რამე ვუთხრა, ან ჩავეხუთო, ან ვაკოცო და წავიდეს კი. მე ვგრძნობ ხოლმე, რათაც ამოვიდა. კონტაქტი. დედასთან ამოდის. მე რაღაცნაირია რა. რაღაცნაირი რა ვიცი, აი, ალბათ ეხანდელი ბავშვები ესეთები შეამჩნიეს ანთები. ამოვიდა. და ეს ანთლებიო ვინ მოგცაო? მეთქი მაჩუქეს ეკამ გამომიგზავნა მეთქი ედი ხო მეთქი. მაგან ამომიტან, მათე მამომიტანა. კურიერმა მათეს მისცა და ამომიტან. და ესა რა ქვია? ლამაზია. და მოგწონსო. ხო და ესეთ რაღაცებს ვაქცევს ყურადღებას, აი ისეთი ისე მითბება ხოლმე გულში, ავეხუტე და ვაკოცე კი. დედა უგიხარიაო? მიკითხებ. ხო და შვილებისთვის ეგ მომენტებია მნიშვნელოვანი მშობლებთან ურთიერთობაში. ხო. მეთქი მიხარია მეთქი დედი. ამ დროს ნახე შეიძლება ისე ვერც აცნობიერებ შვილი ბავშვი სწავლობს ქალს რა უხარია დედას რა უხარია ხო ვითი შეიძლება რომ გაახაროს მე იგივენაირად მოიქცევა თავის მეუღლესაც რო გაიზრდება როგორი დამოკიდებულებაც და ურთიერთობაც არის ოჯახში ხო გია სარკესავით არიან იმას კი არ აკეთებენ რასაც ეუბნები რასაც ხედავენ იმას აკეთებენ რაღაცნაირად ისე სწავლობენ ამ ყველაფერს რომ შენ შეიძლება არც იფიქრო რა რომ ეხლა ამას გაკვეთის არ უტარებ ხო ჩვეულებრივი სიტუაცია მაგრამ ებეჭდებათ გონებაში ხო და მერე მოდი და სემეკრებ ხავს რაღაცაზე ჭკუა და არის არ შეიძლება ცემა კი არა დასჯაც არ არის ნორმალური ჩემი აზრით დასჯა მე მაგის წინააღმდეგ არა დასჯა მაგალითად დასჯაც წმინდა წელი მათ ეს ისე მე არ ვსჭირდ არა დასჯა როგორ არ არის დასჯა არის შეზღუდული გააჩნია ხო ანუ დასჯაში გულისხმობა რომ ხო რაც უყვარს რითიც ერთობა რითიც თამაშობს აი ეგ რო დროებით შეუზღუდო განიცდის ხო ბავშვი ეგ რაღაც რო ხელმისაწვდომი არ არის და ეს არის ეფექტური იმ გაგებით რომ იცის რომ მომავალში თუ კიდე ეგრე გააკეთებს ისე მიუწვდომელი იქნება მისთვის თქვათ ეგ საშუალებები ან რაღაცა კანფეტი რომ უნდა რომ ეთქვი რომ აღარ გიყიდი იმიტომ რომ ასე მოიქეცი ანუ ტვინი ვარჯიშობს და აკავშირებს ნუ კარგად მოიქცეს ხო დასჯაც არის და რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა ცუდმა საქციელმა უკვე იცის გამომუშავებული ექნება მაგრამ ცემა და შეურაცხყოფა ეგ რაღაცა კუთხეში ხო აყენებდით ხოლმე ჩვენ იქას ღემდევნანო ხნიტას რა შეჭიდებო და კუთხეში დაგენებო აი რაც უნდა და რა უასრო რაღაცას ვაკეთებდით მათი ერთად მიგენებია სტატიკი მოკვდებას იცი კუთხეში და წადეთ და აი
ნიკას რა თუნდა და კუთხეში დაყენება. ნიკა იყო, აი, არ ვიცი რა, ძალიან კარგი ბავშვი. პატარაც რაღაცაზე რო გაგვაბრაზებ და კუთხეში ვაყენებდით ხოლმე. ბევრჯერ არ მოხდა ეხლა, მაგრამ ერთი რავი რამდენჯერ დავაყენეთ. რადგებოდა. აი ამიტომ მათ ეს უფრო სხვანაირად ვსვირდი. კუთხე ეგ ის იყო, რა ქვია, მასწავლებლები რო გვაყენებდნენ ხოლმე კუთხეში, ხო გახსოვთ? იქიდან იყო ჩაბეჭდილი. თვითონ მეთოდი კარგი. საერთოდ არ არის საჭირო ეგ ყველაფერი ბავშვს უნდა აუხსნა. დაელაპარაკო და ძალიან კარგად გაიგებს. საბავშვო ბაღში მახსოვს, რომ დამსაჯა მასწავლებელმა და რაღაც ოთახი იყო. დიდი ოთახი ხო არის? ბავშვებისაც არიან მთელი დღე. და კარები იყო შიგნით ოთახში, სადაც პატარა ოთახი იყო, საწყობი რა, ბარდი და სათამაშოები, ძველი და რაღაცი, ხო ხვდები? ხო. საწყობივით რა. და იქ დამამწყვრია. ვინ დაგამწყვრია? მასწავლებელმა. აი. და იქიდან ვიყურებოდი მე ჭუჭროდანადან უყურები ბავშვები როგორ თამაშობდნენ და ნერვიულობდი. თან სიგნელი იყო. აბა აი ეგეთ მასწავლებელს უნდა უჩივლო. ეხა ვინაფადიებს ღმერთო ჩემო, რაღაცეები კეთილობის შეიცვალა. უკუნე სიგნელი, უბრალოდ აი არ შეგეშინდა. ხო, მაგრამ იმდენად ისე არ მეშინოდა, რომ ხმაური იყო ყველაფერი ისე და რა იმიდან შემოდიოდა სიმეთლე ცოტა აი რა ქვია. კარების ჩარჩოდან არ იყო ისეთი მყარი მიხურული კარები ეთქობა რა. და ჭუჭროდანადან უყურებდი ბავშვები როგორ თამაშობდნენ. ძალიან მორ გაგვიგრძელდეს ვიდეო გოგოებო, ეხლა ჩავაქვე ჩვენ სამთენა. და წავედი გემშვიდობებით, დროებით. კოცი